ეხა გავივლი პასპორტ კონტროლს და წავალთ უზბეკეთში. ლალი, გიხარია ტაშკენტში წასვლა? ძალიან მიხარია, უბედნიერესია, რომ ტაშკენტში ვიყავ. მოგზაურობა იწყება უზბეკეთის მიმართულებით, პასპორტის კონტროლი გავიარეთ, აეროპორტის დერეფნები, ბორდინგ პასის შემოწმება და სტანდარტული პროცედურები, რომლებიც ფრენამდე გავლისთვის აუცილებელია. აუბრინდით და თვითმფრინავის პანჯრიდან ჩანს ულამაზესი ხედი, ქალაქის კონტურები და ეს მომენტი, როცა მიწა ნელ-ნელა ქრება და ფრენა უკვე სტაბილურ რეჟიმში გადადის. ასე გაგრძელდა გზა უზბეკეთისკენ და მალე ჩავედით ახალ ქვეყანაში, ახალი ხედებით და ახალი ისტორიული სივრცეებით. აი ახლა კი ჩდებით ჩვენ რამდენიმე წამში. شیدا شکست از غمش دل شیدا شکست شیشه می در شب یلدا شکست شیشه می در شب یلدا شکست از غمش دل شیدا شکست شیشه می در شب یلدا მატარებლის სადგურთან და ეხლა წავალთ ხივა. در شکست عزیز دلم ხივამდე გზა ამატარებლით უნდა გავიაროთ 15 საათი. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან დაბნეულები, რომლებიც არკვევენ სწორი ბილეთები შევიძინეთ თუ არა. ჩვენ 15 საათიანი დასაწოლი ოთახი. ძალიან კარგი მატარებელია. ხივამდე ასე უნდა ვიმგზავროთ 15 საათი. موهام چشمیمو تو روی سنم چشم من از روی تو دوری سنم زلفو به رخساره چو افشان کنی حالت جمعی را پریشان کنی وایو به حال دل شیدای من وایو به حال دل شیدای من از تو دوری نتوانم دیگر و از تو صبوری نتوانم دیگر عزیز دلم ერთი 10-15 ვაგონი იყო მოგზული ამ მატარებელზე და ეხა ხივასკენ მიმავალი ვინც არის, მხოლოდ ისინი რა დაგწოვეს პასპორტი და უდაბნოა გარშემო. გზაში რომ მოვდიოდით ერთი 4-5 ჯერ სხვადასხვა ნაწილში აკლემებიც კი შეხვდნენ გზას. ესეთი საბჭოური მატარებელია აქ.
სივრცეა. თავისი საპირფარეშოთი. ჩამოვედით ხივაში და ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ხივა მდებარეობს უზბეკეთის დასავლეთ ნაწილში ხორეზმის ოაზისში. იგი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი დასახლება იყო სკვითების, ხორეზმელების და მოგვიანებით თურქულ-ირანული ტომების გზაჯვარედინზე. აი ესეთი სასწოროა. ესე გამოიყურება აქაური სკოლა. აი პატარა ბავშვი. ხივა პირველად იხსენიება ანტიკურ წყაროებში, სადაც იგი აღწერილია როგორც ოაზისი, რომელიც აბრეშუმის გზის ერთ-ერთ გვერდით მარშრუტს ემსახურებოდა. შუა საუკუნეებში ხივა ხდება ხორეზმის ხანობის ცენტრი, სახელმწიფო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მთელი რეგიონის პოლიტიკურ, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცხოვრებაზე. მე-17-19 საუკუნეებში ხივას ხანობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემირატი იყო ცენტრალურ აზიაში. ახორციელებდა სავაჭრო კონტროლს კასპიის ზღვიდან ამუდარიამდე. ქალაქი ცნობილი ასევე სახელით იჩანკალა, რაც ნიშნავს ქალაქის გულს. ეს არის ზღუდით გარშემორტყმული შიდა ნაწილი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. وایو به حال دل شیدای من وایو به حال دل شیدای من از تو دوری نتوانم دگر و از تو صبوری نتوانم دگر عزیز دلم ხივას არქიტექტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მაგალითია შუა აზიის შუა საუკუნეების ციხე-ქალაქებისა. ქალაქის შიგნით მდებარეობს კალთა მინარე, დაუმთავრებელი, მაგრამ უნიკალური მინარეთი, რომელიც პირვანდელი პროექტით უზარმაზარი უნდა ყოფილიყო. ჯუმას მეჩეთი 200-მდე ხის სვეტით და უნიკალური მხატვრული ჩუქურთმებით, ქონაგი არკი და მაჰმუდ აჰლავანის სამავლისი. აწიეთ აბა ჩაისჭიქები. რა ევროპა ხალხო, ევროპა წყალს მიაწერა. ინტერნეტი არის მკვდარი ჩვეულებრივი არუშა და არაფერს არც ერთი არ მომენტი მასაშინე. ხივა ერთადერთი ქალაქია უზბეკეთში, სადაც სრულად შენარჩუნებულია ციხე-ქალაქის სტრუქტურა. კედლები, ურბანული ქსელი, ბაზრები, მცველთა კოშკები და სასახლეები. ქალაქში კვლავ იგრძნობა ძველი ხანის ეპოქის ატმოსფერო, ვიწრო ქუჩები, თიხისფერი კედლები და შუა აზიის ტრადიციული არქიტექტურა.
ეს არის ადგილი, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება სპარსულ-თურქული კულტურა, ისლამური ხელოვნება და შუა საუკუნეების ცხოვრება. ვარ ამ კოშკში 100,000 ლარი. რა ლარი? სუმი. ესეთი დაბალი ასასვლელია. აი ესე. მადიხარ. ყველაზე მაღალი კოშკია ხივაში. ახლა მოვედი ხივაში ყველაზე მაღალ კოშკზე, ისლამ ხოჯა მინარეთზე, რომლიდანაც მთელი ქალაქი ჩანს. ძალიან კარგად და აქ თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ამოხვიდეთ აქ. აი ხედავთ, მთელი ლანდშაფტი არის ხელის გულზე გაშლილი. ასე სრულდება ხივაში ჩემი ბოლო დღე. ახლა სულ რაღაც 2 საათში წავალ მატარებლის სადგურზე და გავემგზავრებით ბუხარაში. დაბადროებით. از غمش دل شیدا شکست از غمش دل شیدا شکست დღეს ხივა არის როგორც ტურისტული ცენტრი, ისე კვლევითი სივრცე. ეთნოგრაფებისთვის, არქიტექტორებისთვის და ისტორიკოსებისთვის, რადგან ქალაქი ფაქტობრივად ღია მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით მატარებლის სადგურს და ისევ გრძელი 6 საათიანი გზა გველოდება წინ. ბუხარა 1000-წლოვანი ქალაქი შუა აზიის სულიერი და სავაჭრო ცენტრად არის წოდებული. იგი მდებარეობს უზბეკეთის დასავლეთ ნაწილში და ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა მთელ ცენტრალურ აზიაში. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქალაქის დაარსება 2500 წელსაც კი სცდება, რაც ბუხარას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძველ ურბანულ ცენტრად აქცევს. ანტიკურ ეპოქაში ბუხარა ხორეზმის და სოგდიანას კულტურულ სივრცეში ჩამოყალიბდა. ქალაქის ადრეული სახელი იყო
ნუმიჩკატი და შემდგომ ბუმისკატი. ის იყო აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი კვანძი. აქ იყრიდა თავს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდან მომავალი საქონელი. მერვე საუკუნეში არაბთა დროშის ქვეშ ბუხარა ხდება ისლამური კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი. ქალაქში ფუნქციონირებდა დიდი მედრესეები, სწავლულთა სკოლები და ბიბლიოთეკები. ამ დროს ბუხარაში მოღვაწეობდნენ იმამ ბუხარი, ჰადის და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მცოდნე, მრავალი არაბული და ირანული კულტურის წარმომადგენელი. აქ რესტორან ოქროს ბუხარაში შევედით. იმდენად გემრიელი კერძები იყო, რომ გამოსვლა აღარ გვინდოდა იქედან და ეს ყველაფერი 3 ადამიანზე სულ რაღაც 150 ლარი დაგვიჯდა. ახლა კი განვაგრძოთ თხრობა სამანიდების ეპოქაზე. მე-19 საუკუნეებში ბუხარა სამანიდების სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. ეს პერიოდი ითვლება ქალაქის ოქროს ხანად. მეცნიერება, არქიტექტურა, მედიცინა, მათემატიკა და ფილოსოფია ინტენსიურად და უწყვეტად ვითარდებოდა. ამ ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა ისმაილ სამანიდის მავზოლეუმი, მე-19 საუკუნეების არქიტექტურული შედევრი, რომელიც ხშირად ითვლება შუა აზიის ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ საწყის ნიმუშად. მე-16 საუკუნიდან ბუხარა ბუხარის ხანობის ცენტრი ხდება.
ხანობა ძლევამოსილი სახელმწიფო იყო, რომელიც კონკურენციას უწევდა ხივასა და რეგიონის სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრებს. ამ დროს ბუხარა იყო ძლიერად გამაგრებული ციხე-ქალაქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი, ისლამური სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. ბუხარა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ქალაქი ცენტრალურ აზიაში და მისი ისტორიული ნაწილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კალონის მინარეთი, შუა აზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და უძველესი მინარეთი, კალონის მეჩეთი, მირ არაბის მედრესე. თუმცა მთავარი ადგილი მაინც არკი ბუხარის ციხესიმაგრეს უკავია, სადაც ხანები ცხოვრობდნენ და აქედანვე მართავდნენ ქვეყანას. ლეგენდის მიხედვით ამ ადგილას წყარო იობის ან აიუბის ხელით შეხებით ამოხეთქა. საცხოვრებელი კვარტალების შუაგულში არსებული ავზი, რომლის გარშემოც განლაგებულია მედრესეები და ქარვასლები. ცენტრალური აზიის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ნიმუშია ის სივრცე, რომელსაც თქვენ ბუხარას ეძახით. თანამედროვე ბუხარა ინარჩუნებს თავის მრავალ საუკუნოვან იერსახეს. ქალაქში განსაკუთრებული ატმოსფეროს უფევს თიხისფერი ტრადიციული არქიტექტურის შენობები, ვიწრო ლაბირინთივით ქუჩები, ხმაურიანი ბაზრობები, ტრადიციული ქსოვილების ხალიჩების და ხელნაკეთების ოსტატები, აკლემები. ბუხარა დღემდე რჩება სულიერ კულტურულ და ისტორიულ ცენტრად. მოვედით ბუხარას მატარებლის სადგურზე და ველოდებით ახლა მატარებელს დაახლოებით 10 წუთში გადის. ასეთი შემოსევაა ჩინელების. ისევ იგივე მატარებელში მოვხდით. ცოტა გალამაზებულია გარედან და ლურჯ ფერებშია შეღებილი. ეს ბევრად ჯობია იმას, სადაც ვეყავი. სავსეა მატარებელი დილის 5 საათზე. მოვედით სამარყანდში და ეხლა ყავა შევყვეთ. 25,000 სუ.
რა საყვარელი ტრამვაია. $34,500 სუმი. ფოტოს გადაღება უხსენს. ხა მოვედით სამარყანდში. Восточном Грузии. Это западный. Thank you. სამარყანდში ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი ტრადიციული პროდუქტებით, ხილით, კბილეულით, ბოსტნეულით, ასე რომ თუ აქ მოხვდებით, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ რაიმე მაინც რაც თქვენ მოგეწონებათ. აი ეს ფინიკი ღირდა კილო 40 ლარი დაახლოებით. აქ სულ არის კერამიკული ნაკეთობები და საკმაოდ ძვირი ფასებია. ეს ვიყიდეთ 25,000 სუმად ლარი. არც ისე კარგი, ცოტა წარეგება. სამარყანდი მდებარეობს უზბეკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ითვლება ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე სიმბოლურ ქალაქად. იუნესკოს შეფასებით, ეს არის მსოფლიო კულტურების გზაჯვარედინი, ქალაქი, სადაც საუკუნეების განმავლობაში იკვეთებოდა ირანული, თურქული, არაბული, მონღოლური და რუსული გავლენები. მოვედით თემურლენგის მავზოლეუმთან. ესე გამოიყურება შესასვლელი და ეხა ბილეთებს ვიყიდი და შევალ ნახოთ რა დამხვდება იმ დამპალი კაცისგან. აი ხედავთ როგორ გამოიყურებოდა დამპალი თემურლენგის იმპერია. საინტერესო ის არის რომ ეს არ არის რეალურად თემურლენგის ნამდვილი პორტრეტი. მიახლოებით არის დახატული. ეს არის მისი სარკოფაგი შუაში შავი.
მოვიდნენ ესენი თემური ბიძიესთან. პირველი დასახლება ამ სივრცეში ჩნდება ძველი წელთა აღრიცხვით დაახლოებით მეორე ათასწლეულის ბოლოს, პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ძველი წელთა აღრიცხვით მე-7 საუკუნიდან აქ ყალიბდება ქალაქი აფრასიობისი, რომელიც ხდება სოგდიანას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აქემიანთა მმართველობის დროს სამარყანდი არის სოგდიანის სატრაპიის დედაქალაქი. ძველი წელთა აღრიცხვით 329 წელს ქალაქი დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა, რის შემდეგაც იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა სავაჭრო ქსელებისთვის, რომლებიც აჭერდნენ ჩინეთის, ინდოეთის, ირანის და ხმელთაშუა ზღვის სამყაროს. სოგდიელები მევაჭრეები ცნობილნი იყვნენ როგორც შუამავლები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამან სამარყანდს მოუტანა სიმდიდრე, მრავალენოვანი გარემო და ძლიერი ურბანული კულტურა. ზოროასტრული სარკოფაგები. ეს კი გახლავთ აფრასიობის მუზეუმში აღმოჩენილი კედლის ხატრობა და აქვე წარმოგიდგენთ უნიკალურ ფილმს, რომელიც ამავე მუზეუმში ვნახე. სამარყანდი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი მსოფლიოში. აფროსიაბი კი არის ყველაზე ძველი ისტორიული ქალაქის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ხედავთ მე-7 საუკუნის სამარყანდს და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დიდებულ აფროსიაბის სასახლეს, რომელიც ასე გამოიყურებოდა. ვიდეოში მოცემული ეს კედლის მხატვრობა მე-7 საუკუნის სამარყანდის არისტოკრატიული სასახლის ცენტრალურ დარბაზს ეკუთვნის. სურათი ერთგვარი პანორამაა, რომელიც სოგდიანური სამყაროს კულტურას, პოლიტიკას და საერთაშორისო კავშირებს გვიჩვენებს. კედლის შუაგულში აღბეჭდილია სამარყანდის მმართველი და მისი ამალა. მეფე ვარხუმანი. ფიგურები მსვლელობით არიან გამოსახულნი ცხენებზე, ელეგანტური სამოსით, დახვეწილი ორნამენტებით, მათი ჩაცმულობა და იარაღი ასახავს სოგდიანელთა გავლენას ირანულ და ცენტრალურ აზიურ კულტურებთან. ხატრობა გვაჩვენებს უცხოურ დელეგაციებს მარჯვენა მხარეს, დიპლომატიური საჩუქრებით, ჩინურ, ყაზახურ, თურქულ და ინდურ წარმომავლობას. ყოველი ჯგუფი მეფეს აძლევს საჩუქარს, აბრეშუმის ცხენებს, იშვიათ ფრინველებსა და ძვირფას ნივთებს. ეს არის აბრეშუმის გზის ეპოქის დიპლომატიის ცოცხალი დოკუმენტი. მე-8 საუკუნეში არაბული დაპყრობების შედეგად სამარყანდი შედის ისლამურ სამყაროში. ქალაქი ნელ-ნელა ხდება მუსულმანური განათლების და სამართლის ცენტრი. შენდება მეჩეთები, მედრესეები, ქარვასლები. ეს არის ცენტრალური აზია. თავარი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი სამარყანდი, რომელიც იყო აბრეშუმის გზის თავარი გამტარი და მე-7 საუკუნიდან ეს ქალაქი იყო უზარმაზარი იმპერიის ადგილი, რომელმაც ძალიან მალე მსოფლიოს უდიდესი კულტურა შექმნა, სადაც ახლა მე ვიმყოფები, აქ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. და ნახოთ. როცა ვსაუბრობთ სიმდიდრეზე, ეს არის, რომ ცხოვრებაში უნდა გქონდეს ფული. 800,000 სუმი არის $60, რომელიც მე არ მაქვს, რომ ჩავიცვა ნაციონალური სამოსი. აი, ახლა შემოვედი აი აქ, რომელიც ფასიც იყო
25 ლარი. ნუ არც ისე ძვირი არ არის, მაგრამ ალბათ მაინც ძვირია. აი ეს კაბარო ჩაიცა, ღირს 800,000 სუმია, ნუ სადღაც $65, ისიც მხოლოდ 30 წუთით. ესა ცხოვრება. თემურიდების ეპოქის სამარყანდის ევოლუცია იწყება მე-14 საუკუნეში, როდესაც თემურლენგი ქალაქს ირჩევს თავისი იმპერიის დედაქალაქად. სამარყანდი ხდება პოლიტიკური ცენტრი უზარმაზარი იმპერიის, რომელიც ვრცელდება ინდოეთიდან შავი ზღვისკენ. ქალაქში იკრიბება არქიტექტურა, კალიგრაფები, მხატვრები, მეცნიერები ირანიდან, აზერბაიჯანიდან, მესოპოტამიიდან, ანატოლიიდან, ჩინეთიდანაც კი. ყალიბდება ის, რასაც მკვლევრები თემურიდულ რენესანსს უწოდებენ უნიკალური სინთეზი ირანულ, ისლამურ და ადგილობრივ ტრადიციებს შორის. ამ ეპოქაში შენდება ქალაქის ყველაზე ცნობილი კომპლექსები: რეჯისტანი, გურემირი, ბიბი-ხანუმის მეჩეთი და შაჰი ზინდას ნეკროპოლი. და დადგა ბოლო გამგზავრების დღეც და დროც და მივდივართ ახლა ტაშკენტში. ბოლოჯერ გვიწევს ასეთი მატარებლით მგზავრობა. თუმცა ეს არ არის ამაზე უკეთესი უნდა მოვიდეს წესი. თანამედროვე სამარყანდი ორად იყოფა: ძველი ქალაქი და ახალი ქალაქი, ისტორიული ძეგლები, ბაზრები, ტრადიციული საცხოვრებელი და რუსული იმპერიისა და საბჭოთა პერიოდის დაგეგმარება. ფართო გამზირები, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ცენტრები. უზბეკეთში ეს არის ყველაზე ძვირიანი და ყველაზე სწრაფი მატარებელი, რომლის ბილეთები 5 წუთში იყიდება. ესე იგი, ჩვენ მოხვდით ლუქს მატარებელში, რომლისთვისაც ბილეთები 2 თვით ადრე ვიყიდეთ, 9-ზე დაიდო და ზუსტად 3 წუთში არც ერთი ბილეთი აღარ იყო, ახლაც არის სავსე ეს მატარებელი ბოლომდე და 2 საათში ტაშკენტში ვიქნებით. ესეთი რაღაცა ვიღე და ეს ღირს დაახლოებით 8-9 ლარი და ყავა მათ შორის 5 ლარი ამერიკანო. ეს ფრანგი ეციოა, რომელიც მთელი გზა ასე გვართობდა და გვანებიურებდა თავისი თამაშებით და ლამაზი თვალებით შემოყურებდა, როდის დავიწყებდით მასთან თამაშს. ტაშკენტის პირველი მეტროპოლიტენი აზიაში გაიხსნა 1977 წლის 6 ნოემბერს. ამჟამად სისტემა 400 და დაახლოებით 50 სადგურს აერთიანებს. მეტროს წინაპირობაში 1966 წლის მიწისძვრა უდგას. ამის შემდეგ იწყება ტაშკენტის მასიური რეკონსტრუქცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება. პირველი ხაზი გაიხსნა 1977 წელს. ტაშკენტის მეტრო არის არამხოლოდ ტრანსპორტი, არამედ უნიკალური დიზაინის, არქიტექტურისა და თემატური დეკორაციის სიმბოლო. მაგალითად, ფარდაგები, ლამაზი განათება, ფილები, მარმარილო, უსალობლები და სხვა ელემენტები. ზოგიერთი სადგური მთლიანად კონკრეტულ თემას ეხება: ისტორია, კულტურა და საბჭოთა სივრცე.
აქ კი თემურლენგის მუზეუმში ვიმყოფებით, რომელიც გაიხსნა 1966 წელს თემურლენგის დაბადებიდან 666 წლის აღსანიშნავად. მუზეუმი ტაშკენტის ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეროვნული ნაგებობაა. მუზეუმი აშენებულია ტრადიციული თურქულ-ირანულ გუმბათოვან არქიტექტურულ სტილში. მუზეუმში დაცულია 5000-ზე მეტი ექსპონატი, რომელთაგან ნაწილი ორიგინალია, ნაწილი კი მაღალი დონის რესტავრირებული ან რეკონსტრუქციული მასალაა. აქ შეხვდებით დინასტიის რუკებს, ისტორიულ სქემებს, სამხედრო სტრატეგიების წარმოდგენებს, დასახლებათა სავაჭრო გზებისა და სატრანსპორტო ქსელების რეკონსტრუქციას, თემურლენგის პირად ბეწვს და მსგავს აღდგენილ ნივთებს, საფარნამეს, თემურიდულ ფარსულ ხელნაწერთა ფრაგმენტებს, ასტრონომიულ ჩანაწერებსა და ულუღბელის სკოლიდან წამოღებულ ნივთებს. ეს არის ნოვრუზის პარკი. ეს ხამე ლამაზი იქნება. ეშმაკის ბორბალზე გაჯდომა ღირს 5 ლარი. ზემოდან არის ძალიან ლამაზი, მთელი ქალაქი არის გამწვანებული და ძალიან ესეთი ჩაბეტონებული სივრცე არ არის როგორც ჩვენთან. ეხლა მოვედით გამარჯვების მუზეუმში, ეს არის ტაშკენტში მდებარე სამხედრო მუზეუმი, რომელშიც 1941-45 წლების მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ექსპონატებია გამოფენილი. ეს არის აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მუზეუმი, რაც კი შეიძლება ნახოთ, ასე რომ აქ თუ მოხვალთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ მუზეუმს. ეს არის გერმანელების ყველაზე დიდი ტანკი ტაიგერი, რომელიც აფეთქება ძალიან დიდ გმირობასთან იყო დაკავშირებული.
Расцветали яблони и груши, поплыли туманы над рекой. Выходила на берег Катюша, на высокий берег, на крутой. Выходила на берег Катюша, на высокий берег, на крутой. Выходила, песню заводила про степного сизого орла, про того, которого любила, про того, чьи письма берегла, про того, которого любила, про того, არ შეგვიძლია რა. ახლა ბოლო დღე გვაქვს ტაშკენტში, სატელევიზიო ანძაზე ვართ, ასეთი პატარა რესტორანი, საკმაოდ დაბალი ფასებით, საინტერესო მუსიკით, როგორც გესმით. შეგიძლიათ ამოხვიდეთ და ტაშკენტის ხედებით დატყვეთ. ჩემი მოგზაურობა დღეს სრულდება, ხვალ უკვე მაქვს ბრენა თბილისში, ასე რომ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. უზბეკეთში მოგზაურობა ჩემთვის უბრალო გზის გავლა არ იყო. ეს იყო ადამიანების, ქალაქების და ისტორიების გაცნობა, ისე როგორც არიან. ხივაში თავს ისეგრძნობ თითქოს წარსულში შეხვედრი. ბუხარა უფრო სულიერია, სამარყანდი კი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილების მქონე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დამახსოვრდა მაინც ადამიანები იყვნენ, უბრალონი, ღიმილიანი და სტუმართმოყვარენი. ეს მოგზაურობა ჩემთვის გახდა შეგრძნება, ისტორიებით სავსე სივრცე, მშვიდი, სადაც ერთხელ მაინც უნდა დავბრუნდე. დები საქართველოში ჩემი დიქტატორი ქვეყანა ძალიან მიყვარს.